ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიგრანტების სახლში დაბრუნებას ელიან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემიგრანტების უფლებების შეზღუდვის შესახებ განკარგულება გასცა. ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზაზღვრო დაცვისა და ვაშინგტონის გადაწყვეტილებით აპლიკაცია CBP-1, რომლის საშუალებითაც მიგრანტები ქვეყანაში შედიოდნენ, აღარ გამოიყენება. მიგრანტებმა იციან, რომ ვენესუელაში დაბრუნებისას ბევრ რამეს მიიღებენ. პირველ რიგში პატივისცემას. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად წვეულებები გამართონ. რამდენი მიგრანტი იტანჯება იქ, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, როცა ხედავენ, რომ მათი მეგობრები აქ ერთობიან, ისინი კი იქ წვალობენ. ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობისას პოლიტიკური არეულობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მილიონობით ვენესუელელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო ფიცი დადო, მას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნების გაყალბების გამო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებენ.